მიკროფონები მქონია დასატენი კი არა და დასატენი. საწავიღო ხელი. არაფერი, არ გადმოკვეთ ვაკეთებ რა, უკაცრავ. მოგესალმებით. მინდა გადავიღოთ დღევანდელი ვარჯიში. დღეს არის ოთხშაბათი, იდეაში ორშაბათსაც გადავიღე, მაგრამ რაღაცები არ მომეწონა და არ დავდები. მაგრამ დღევანდელს ახვალ. მაქვს full body-ზე გადავედი უკვე. რამდენი ლამის 3-4 კვირა რა. რაც კვების ამბავი დავიწყე, გადავედი full body-ზე. იდეაში კარგად მიდის ეს full body, რაღაცებს ვასწორებ, ვაკორექტირებ. 3 დღე full body მაქვს, ამ 3 დღეს გარდა 2 დღე crossfit-ი პლუს ოლიმპიური მოძრაობები მაქვს, აკრატაცი, რომელთა სწავლას მინდა და ისე მოხდა რომ წინა კვირაში ძალიან დამეჭიმა წელი, მე პლუს კიდე რაღაცები მაინც ვაკეთე. იქ ჩაჯდომა ვაკეთე მძიმე წონით, მე რაღაცა და წელი ცოტა ვიტკინე. და 3-4 დღე შესვენება მქონდა, ხო და იდეაში გამიარა ამ წელმა, არაფერი დამილევია, ბუნებრივად გამიulis ხოლმე ესე დროს დაახლოებით 3-4 დღე მჭირდება და გამიulis ხოლმე. ახლა უკვე წელი ხოთზე მაქვს. დღესაც ჩაჯდომები მიწევს, მაგრამ უკვე დღესაც ვერ ვარ ხოთზე რა, ანუ წელი მაქვს დაღლილი. ნახოთ ჩაჯდომებს თუ გავაკეთებ მსუბუქი წონით. ხო და შესაბამისად ვინაიდან წელი ვერ ასრებს აღდგენას, ვინაიდან ლამის ყოველ დღე წელი შეიძლება ვთქვათ რომ ჩართული ახლა მოძრაობებში, ეს crossfit-ელები საერთოდ როგორ ვარჯიშობენ არის, იმიტომ რომ ზოგჯერ პროფესიონალურ დონეზე ვინც ვარჯიშობს, იმათ დღეში ორჯერაც აქვთ რა ვარჯიში. სადაც 5-6 საათიანი შუალედი აქვთ პირველი ვარჯიში და მეორე ვარჯიში ამბობთ, აი რანაირად ასრებენ აღდგენას არ ვიცი. კიდე ჩაოლებრივი მატებისგან განსხვავებით ვაკეთებ კარდიოებს რა. crossfit-ის სტილში, მაგრამ კარდიოებს აქტიურად ვაკეთებ, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ვარჯიშობს წონებით და ძალისმიერად, მას აუცილებლად გულისმიერი ვარჯიშების, ანუ კარდიოვასკულარული ვარჯიშები, ეგ არის. ეხლა გავხურდები, ჩაჯდომებამდე შეიძლება აკრატაციც სადო, მაგრამ ძალიან ლაითა და ჩაჯდომები ძალიან ლაითა. რას და როგორ კიდევ დეტალურად ვიდეოში ნახავთ. წავედით. Земля.
რადგან წელი მაქვს დაღლილი. ეხლა ვიზა ჩვეულებრივი ჩაჟდომის ნაცვლად 6 კვაც. და წელზე შედარებით ნაკლები დატვირთვა მოვა, მაგრამ რეალურად წელზე დატვირთვა მაინც მოდის რა. ხერხემის გამშველები მაინც ჩართულია. შესაბამისად ერთი სეტი ალბათ ეს ერთი სამუშაო სეტი და მე როგორ სხვა ვარჯიშებზე გადავალთ, როგორც ნახეთ, დავიწყე აკურატაცით ოღონდ სუბუქად რო ტექნიკა დამოიმუღამებინა, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ვერ ძალიან მიჭირს. 1-2 ფრონტ სკვატის გავაკეთე, იმიტომ რომ ხელები შევაჩვიო, მყესები შევაჩვიო, რომ აკურატაზე აქ დაჭერა მიჭირს ხოლმე ღერძის, ძალიან მაწვევა ხოლმე მხრებზე და იდაყვებზე და მაგისტვის ვაკეთებ ფრონტ სკვატებს პაუზებით და იქა სხვა ვარჯიშები რა. წეღან აქამდე ვაკეთე მხარი განგაშლა და არ გადამიღია და სტანდარტულად ვაკეთებ ხოლმე ჰანტელებითან ტრენაჟორზე და დღეს ჰანტელებით ვაკეთე და მანამდე ყველაფერი გადავიღე. რაც შეეხება ჩემ კვებას, პირველი თვე ჩემი მიზანი იყო რომ კვებები არ ჩამეგდო რა. რომ 3-4 კვება მიმეღო დღის განმავლობაში, ძირითადი კვებები, შედარებით დიდი ულუფები, სადაც ნახშირწყლები და ცილები იქნებოდა საკმარისი რაოდენობით. მაგრამ არ ვითვლით არც კალორიას, არც ნახშირწყლებს, არც ცილებს. პირველი ერთი თვე ეს მინდოდა და ამ ერთ თვემ გაამართლა იმ თვალსაზრისით, რომ აქამდე ვინაიდან ძალიან სულად ვიკვებებოდი, ამას შედეგი გამოიღო ის, რომ 3 კილო მოვიმატე, მაგრამ ისეთი ხარისხით არა, როგორი ხარისხითაც მაგალითად კალორიებს რო დავითვლი რა. დღეს და გუშინ კვებაზე კალორიებს ვითვლი და დაახლოებით 3000 კალორია გამომდის და იდეაში 3000 კალორია მინდა რომ დღის განმავლობაში გამომდიოდეს და ჩემი აზრით ეს კალორიაში იქნება 80 კილოგრამს რომ შემინარჩუნებს, ანუ 80 კილოგრამზე maintenance ამ ეტაპზე. ხო, კვებების რაოდენობა იგივე 3-4 ჯერ და უბრალოდ ახლა ვითვლი რა. ნახშირწყლებს ვითვლი, ცილებს ვითვლი. რას და როგორ უკვე შემდეგ ვიდეოზეც გადავიღებ. მომდევნო 1 თვის განმავლობაში ასე ვიქნები. ამას პლუს აქამდე ტკბილებს, შაქრებს, დამატებულ შაქრებს თუ ჩვეულებრივ ჭამდი, თან დიდი რაოდენობით ჭამ ხოლმე. ახლა მომდევნო 1 თვის განმავლობაში გეგმავ რომ დამატებული შაქრები ამოვიღო რა. უკვე მეორე დღეა ასე ვარ. ყავას დღეს განმავლობაში 3-4-ზე სვავ და 2 კოზის შაქარი მინდა 1 ჩიქაზე და შესაბამისად ეს შევცვალე დამატებულით. შაქარს აღარ ვიღებ, შოკოლადებს აღარ მივიღებ. ერთადერთი შაქარი, რაც მექნება, ეს არის ბუნებრივი შაქრები და ხილიდან რა. და ნახშირწყლოვანი პროდუქტებიდან დანარჩენი დამატებული შაქრები მექნება სულ ამოღებული და იდეაში ესაც ჩემს ფიზიკაზე ძალიან კარგად აისახება ხოლმე, იქიდან გამომდინარე რომ კანქვეშა ცხიმი, ანუ მიქრება რა, ცხიმი რა, შეკავებული წყალი მიქრება ხოლმე. და ანუ ლამის სასცენო ფორმაში ვარ ხოლმე, მხოლოდ დამატებული ნახშირწყლებს, დამატებულ შაქრებს რო ვიღებ ხოლმე. ეგ არის, ახლა მეორე სეზონი ვალ და მე სხვა ვარჯიშები, ბიცეპსი, ტრიცეპსი დამჭი.